Შეყოს მწვერვალი არის კომპანია, რომელსაც ჩოხატაურის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის ლაშა თოლორდავას ძმა ალექსანდრე თოლორდავა ხელმძღვანელობს. ჩვენ რამდენიმე ხელშეკრულება მოვიპოვეთ, რომელთაც იუკოვა, რომ თოლორდავა 2019 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მისი ძმა ფრაქციის თავმჯდომარე გახდა და ის თანამდებობის პირის სტატუსით სარგებლობს, ათეულობით ხელშეკრულებას იღებს. ტენდერით კი არა, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, მას აძლევენ 100,000-ობით ლარს იმისთვის, რომ შეასრულოს სხვადასხვა ტიპის სამუშაოები და აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ ჩოხატაურში ხდება, როგორც გადავამოწმოთ. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ამ კომპანიამ სხვა მუნიციპალიტეტში სადამ მუშაობის დაწყება იყო სამტრედია, თუმცა იქ ტენდერი ელექტრონულად გამოცხადდა და წააგო და აქედან გამომდინარე ირკვევა, რომ ათობით ხელშეკრულებას უბრალოდ მერები აძლევენ ერთ პირთან მოლაპარაკების წესით. ამ დრომდე ამ მხრივ ჩემპიონი იყო დავით შარაშიძე, რომელიც ჩოხატაურის მერის თანამდებობას იკავებდა და დღეს საკრებულოს თავმჯდომარედ გადავიდა, მისი მოადგილე გახდა მინდია ჟღერია მერი. ჩვენ ბუნებრივია, სანამ ქართული ოცნების პასუხისმგებლო პირებს ვკითხავდით, როგორ ხდება ეს ყველაფერი და რატომ მიდის ქართული ოცნების წევრის ოჯახში ამდენი ფული ტენდერის გარეშე, მანამდე გადაწყვიტა დაგვეთვალიერებინა ის სამუშაოები, რომლებიც თოლორდავას უნდა ჰქონდა შესრულებელი, თუმცა აღმოჩნდა, რომ მაგალითად ზემო ერკეთში საბავშვო ბაღისათვის რო საპირფარეშო ააშენა ეზოში დღეს დაკეტილია. ღობები იმდენად ავარიულ მდგომარეობაშია, რომ საფრთხეს უქმნის ბავშვებს. ასევე გავარკვევთ, რომ 1 დეკემბერს მისცეს ახალი ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, ტენდერს გარშე სოფელ გოგოლესუბნის სკოლის რეაბილიტაციისთვის და იქ ამ წუთის მდგომარეობით ერთი აგურიც კი არ არის მიტანი. რეაბილიტაცია იყო დაწყებული. დაიწყება და უშაბათიდან გადავიდა ჩემი ყველა დაიწყება. ხელშეკრულება გაფორმებულია 1 დეკემბერს. ვიცით ხო, ცოტა დაგვიანებით და ალბათ უშაბათს დაიწყება კი. დაგვიანებით ვინ აკეთებს? ნიკა თოლორდავა. თუ გაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ ადამიანის მსგავსი ტიპის პროექტი შესრულებული თუ არა? არა, არ ვიცი. რა უნდა გაკეთეთ ეს? ეგ შეგიძლიათ გითხრათ? არიცი დირექტორმა, არიცი? რატომ დამოგწევთ ინფორმაცია? და ვადე რამდენია იცი? 2 თვე. 2 თვეში. ჯერ არ დაუწყე და 2 თვეში უნდა გამთავროს. არც მასალები არ არის მოტანილი, როგორც ხედავ. ეს ერთი გავაკეთებული არა გაკეთებული შემიძლია გავა ხო? მოდი მოგვიჯავა მას თუ კი თქვენი პრობლემა არ იქნება და არის ჩვეულებული გავა ხო? ყოველთვის ხდებოდა კარები ღია და ცუდი ამინდები რო იყო, მერე რო არ რამდენი ხანია ეს ასე აჭედილია? აი მე კაი რა ხო ზამთარში რომ რამდენი ხანი აჭედილია თუ კითხო? არა დიდი ხანი. ესეთი ტიპის მავთულები ეს შეიძლება საბავშვო ბაღში? ჩვენ რატო ვართ აქ? არა, ესეთი რამე გინახავთ სადმე შეიძლება? თუ უკეთესი იქნება. ის რომ ათეულობით ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების წესით აქვს მიღებული ფრაქციის თავმჯდომარის ძმას, ამას არ უარყოფენ ჩოხატაურის მერიაში, არ უარყოფს არც თავად ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა თოლორდავა, რომელიც ამბობს, რომ ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ერთი დეტალი. ჩოხატაურის ამჟამინდელი მერი, რომელიც ამ დრომდე მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, ამბობს, რომ ის კანონის ფარგლებშია მოქცეული, თუმცა მთავარი დოკუმენტი მაგალითად ჩაატარეს თორე ბაზრის კვლევა, როდესაც თოლორდავას ერთ პირთან მოლაპარაკების წესით 1 დეკემბერს 120,000 ლარი მისცეს, ამაზე პასუხობს, რომ კანონი არ დაურღვევია, თუმცა მსგავსი ტიპის დოკუმენტაცია ჩვენ ჩოხატაურის მერიაში ვერავინ ვერ მოგვაწოდა. რაც შეეხება უშუალოდ ალექსანდრე თოლორდავას, ის ადასტურებს, რომ იღებს ამ ტიპის ტენდერებს, მათ შორის ერთ პირთან მოლაპარაკების წესით და ბუნებრივია ჩვენ დავსვით შეკითხვა. რატომ ვერ მიიღო მან 2019 წლამდე ვერც ერთი ხელშეკრულება, სად იყო ამ დრომდე, ანუ სანამ მისი ძმა თანამდებობაზე დაინიშნებოდა და მისი პასუხი ძალიან მარტივი აღმოჩნდა, რომ მანამდე ის ციხეში იყო და ბუნებრივია ტენდერებს ვერ მოიგებდა. ხო რაზე იჯექით ციხეში? ყაჩაღობაზე იჯექით თუ ნარკოტიკებზე? მაშინ 2019-მდე რატომ არ გაქვთ სამუშაოები? 2014 რაებს, რა ბიჭებს მიძახ. ტენდერებს ვერ იგებთ და გაძლევენ ერთ პირთან მოლაპარაკების. არ მაძლევს, მე ტენდერს არავის მოსაცემი არაფერი ამჭირს. და როგორ ფაქტები ხო და დოკუმენტები ამას ხატყობენ? ხვილები მეთქი. შენ ახლა ამბობ ხვილს არ კარგია შენ ესეთი. აი სამტრედიაში რატო ვერ მოიგეთ ტენდერი? ხვილებია, სამტრედია რატო ვერ მოვიგე და მომიგეს და იმიტომ. და სხვა მუნიციპალიტეტში რატო ვერ მუშაობთ? აი ნუ ბოდიალობ რა. ყაჩაღობის ბრალდებაც ხო გქონდათ, როგორ გამოძვერით ამ ყველაფრიდან? რაღაც გამილეკო. როგორ ახერხებს თქვენი ძმა 2019 წლიდან მას შემდეგ რაც თქვენ თანამდებობის პირი გახდით, მიიღოს ერთ პირთან მოლაპარაკების წესით ამდენი ხელი.
ეს კომპანია არის 2013 წელს. თქვენი ყავით დირექტორი. კი ბატონო. რაღაც სამუშაო არ გაჩეს, როგორც ხალხი. 19-დან სხვა ჩოხატაურის მიიღო ვერ მიდიხარ. 2014 ნატურალურსა, ფოტოგრაფია. თვითონ არის და მიმართეთ მას, დავიცი მერია რატომ მე ერთ-ერთად მოლაპარაკების წესი 2009. ვერ ვაკეთებ. ტენდერს გარეშე. ჩოხატაურის იქით ვერ ვიდის. რა პრობლემა? არ არის პრობლემა. მისი გაკეთებული სამუშაოებიც ნახეთ. აი რა პრობლემა მითხარი? პრობლემას არ შექმნა. თქვენ მასო ამდენ თუ ტენდერს გარეშე აძლევენ პრობლემა არა. ვინ აძლევს? ანუ ისე დახუშავაში აძლევდა ეხლა აძლევს მინდეჟერია. შეიძლება რა მე რა პრობლემაა მაშინ. და მიხმარ ერთერთთან არ ცხოვრობს თავის ოჯახი არ ამ ყველაფერს ბუნებრივია მოყვა ოპოზიციის გამოხმაურება, ისინი ამბობენ, რომ ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, თუ რა მდგომარეობაშია ქვეყანა, როგორ ხდება ნეპოტიზმით საქმეების კეთება და ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ თემით შესაბამისი ორგანოები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ. ყველაზე გაჭირვებულ რაიონში ჩოხატაურში, სადაც 17000 ადამიანი და 11000 ადამიანი ოფიციალურად არის სოციალურ დაუცველთა ბაზაში, ვხედავთ ქოცები, როგორ ითვისებენ ამ გაჭირვებული ადამიანების ფულს, როგორ თელს ბიუჯეტს ფაქტობრივად ჯიბეში იდებენ და ეს არ არის პირველი შემთხვევა 300,000-ის მოპარვას რო აპირებდნენ ეს გვახსოვს უკვე წინა მერი რასაც აკეთებდა აბსოლუტურად იგივეს აკეთებს ახალი მერი შესაბამისად მარტივი არის დასკვნა რომ არანაირ კორუფციას არ ებრძვიან ესენი წინა ღარიბაშვილის კორუფცია გადმოიბარა კობახიძემ. სულ ეს არის რაც ხდება. ეს კომპანია შეირჩა ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, ყოველგვარი ბაზრის კვლევის გარეშე, აი ესე პირდაპირ აიღო ჩოხატაურის მერიამ და საკრებულოს წევრის ოჯახის წევრს გაუფორმა ხელშეკრულება ერთპირთა მოლაპარაკებით, მაშინ როდესაც შესაძლებელია რომ ჩოხატაურში არსებობდეს კომპანია, რომელიც არის ამ კომპანიაზე უფრო გამოცდილი, უფრო სწრაფად გააკეთებდა და უფრო ხარისხიანად გააკეთებდა. ეს არის ნათელი მაგალითი კორუფციული გარიგება და აი ესეთ ხელშეკრულებებს უნდა იძიებდეს დინარაძის სამსახური. აღსანიშნავია რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში კითხვები ისმება ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე 300,000 ლარიანი ხელშეკრულება ჩოხატაურის მერმა, რომელიც დღეს საკრებულოს თავმჯდომარეა, გააფორმა თოვლის გაწმენდის სამუშაოებზე, მაშინ როდესაც თოვლის სრულად იყო ამდნარი და როგორც ამბობენ, სწორედ ამას შეეწირა მისი თანამდებობა და როგორც ფაქტებიც ხატყობს, მსგავსი ტიპის პრაქტიკა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ისევ გრძელდებოდა ტენდერებს, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ხელშეკრულებას ერთპირთან მოლაპარაკების წესით, მხოლოდ ჩინოვნიკებს ან მათთან დაახლოებულ პირებს უფორმებენ.